გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა შენ ულამაზეს რა ლამაზი ხარ. ჩვენ ყველანი ვართ მომსწრე სვანეთის დაბრუნების, სვანეთის აღორძინების, სვანების დაბრუნების სვანეთში, საქართველოს განვითარების და წინსვლის. დღეს ჩვენ გავხსენით მესტიის მუზეუმი. ყოველთვის გული მიკვდებოდა. როგორ დღეში იყვნენ ჩვენი უნიკალური ხატები, როგორ მდგომარეობაში იყო თუნდაც მუზეუმის პერსონალი. წყალი ჩამოდიოდა სინესტე, არა ხელფასი, არა გათბობა, არა შუქი და მაინც მოიტანეს მუზეუმი აქამდე. ამიტომ როცა ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის აღორძინება, ბევრი გვიშლიდა ხელს, მაგრამ მე ეს ჩემი ახირება კი არ არის. მე ეს მართლა მინდა რომ ყველაზე მაგარი ადგილი იყოს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველამ ერთად ვიამაყოთ მთელი მსოფლიოს დასაწყისად. ყველა სვანის ოჯახში უნდა შევიდეს სიმდიდრე და დოვლათი. ყველა უნდა გამოვიდა გაჭირვებიდან. ძალიან შრომელი ხალხი ხართ. ძალიან დიდი კულტურის ხალხი ხართ. ეს არის ისტორიული საქართველოს გვირგვინი. ყველაზე მთავარი ჩვენი საგანძური. ბევრი დამცინოდა, როცა აქ დავიწყეთ რაღაცეების კეთება. ჯერ უნდა დაგვემყარებია წესრიგი. და არ იყო ეს ადვილი საქმე, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. და ჩვენ ნამდვილად ეს არ იყო თვითმიზანი, ვიღაცეების დევნა, ვიღაცეების დაჭერა, ვიღაცეების ჩასმა, ნამდვილად არ იყო, მაგრამ გვინდოდა წესრიგი. გვინდოდა რომ აქ არ ყო ღამე გამოსვლა არ ყოფილიყო პირველ რიგში თქვენთვის საშიში. ბავშვების გაშვება თქვენთვის არ ყოფილიყო საშიში. სტუმრის მიღება თქვენთვის არ ყოფილიყო საშიში და მოგვეხსნა ეს ერთხელ და სამუდამოდ კრიშე სვანეთიდან. ყველამ ერთად გავაკეთეთ, თქვენ რო არ გააკეთებიათ, ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მერე გზა არ იყო, მოვიყვანეთ გზა. მერე აეროპორტი არ იყო წესიერი. გავაკეთეთ აეროპორტი. წყლის გაყვანილობა აქ მესტიაში არ იყო კარგად. ეხლა ვნახე ახალი სასტუმრო სახლი, რომელიც გაიხსნა და სადაც არის კარგი წყლის სისტემა და ყველა სოფელში სვანეთში იქნება კარგი წყლის სისტემა. ყველგან ჩავდეთ ფულს, სადაც არ არის მოწესრიგება, ყველა სახლში მოვა სუფთა და მაღალი ხარისხის წყალი. კურორტები, როცა ჩვენ ლაპარაკობთ, ეს არ არის მარტო ჰაწვალი. ეს არის ასევე სათხილამურო კურორტი უზარმაზარი თეთნულში. უკვე მოვაწერეთ ხელშეკრულებას, ხელი მე პირადად ველაპარაკე საფრანგეთის პრეზიდენტს, წელს დავიწყეთ ამის კეთება, 2013-2014 დასრულდება. შემდეგი რიგში და პარალელურად ამისი მომავალი წინა არის უკვე კურორტული თვალსაზრისით საბაგიროები, გზები, ინფრასტრუქტურა, ეწერი და უშგული ასევე, იმიტომ რომ უშგულს დამატებით ესე სჭირდება, რომ ზამთარშიც იმუშაოს და არა მხოლოდ ზაფხულში. თქვენ ნახეთ, როგორი სასტუმროები კეთდება აქ, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. მე მინდა რომ თქვენ გამდიდრდეთ. ამიტომ თავარი რასაც ყველამ უნდა მივახციოთ, როცა ვიძახი რომ სადაც არის ამხელა ტურიზმი, სადაც არის მათ შორის ზამთრის ტურიზმი, იქ არ შეიძლება იყოს სიღარიბე. დღეს მითხაცა მითხარ რომ 5-ჯერ მეტი ტურისტი ჩამოვიდა სტატისტიკურად ვიდრე 2 წლის წინ. თქვენ სადაც უნდა გადააწყოთ, თქვენ ჩემზე უკეთიცით, ამერიკელი, კანადელი, ფრანგი, იტალიელი, ისრაელელი, რუსი, აგერ რუსები. ხო? აი ეხლა ვიღაც უცხოელ ტურისტებს ჩაუციოთ ნაციონალ მოძრაობის მაისური და მე ჩაგვიტვლენ ამას დარღვევაში, რომ მოისყიდეს და ჩააწოდოს. მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, გარდა ამ უცხოელი ტურისტების აქ ამოყვანილი არავინ არ არის. სვანები არიან სუფთა სისხლის და ძალიან. თქვენ ხო იცით რომ მე აქ არაფერი არ მინდა. მე აქ არც მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ მინდა რომ კონცი ერთ უშგულელებმა კოშკი მაჩუქეს და უკან დაუბრუნოთ იმ კოშკში, მაგრამ მუზეუმს უკეთებთ. არც სხვა ჩემი შვილი კი დაწმუნებულია ნიკოლოზი რომ სვანია, მაგრამ ერთადერთი რაც სვანეთთან მაკავშირებს აპირდაპირ არის ეს. მაგრამ და სხვადასხვა სვანურს სწავლობს ისტერიულად და ძალიან კარგად გამოდის. დედამის მეგრული ისწავლა, შვილი სვანი გამომიდა. რა ვქნა ეხლა? მაგრამ მინდა გითხრათ შემდეგი რამ, რომ ჩვენ გვაქვს აქ დეპუტატობის კანდიდატი, კახა კვიციანი. და თუ გინდათ რომ გაგრძელდეს ახშენება და გვინდა. თუ გინდათ რომ რაღაც გავაკეთოთ. ეს კაცი თავდაუზოგავად ვინმე თუ გული ბოლომდე ყველა შემოუბრუნა სვანეთზე იყო კვიციანი. ამიტომ ვინც რა უნდა გითხრათ, ვინც რა თვალები არ უნდა გიპაჭუროთ, რომ ჩვენს გარკვეული გვაქვს თავრობას საქმე, თუ ეს კაცი არ იქნა, ვერ გავაკეთებთ. მე მაქვს 2 ხელი და გაკეთებული შემიძლია იმის გაკეთება შემიძლია რაც შემიძლია ჩემი 2 ფიზიკური ჩემი მოგზაურებული შესაძლებლობებით. დანარჩენი ჩვენი თვალებიც, ხელებიც, მეგობრებიც, თანამებრძოლებიც, ყველანი ადგილზე გამკეთებელი ძრავები არის ესეთ ხალხი როგორც კვიციანია. სად არის კახა? ამიტომ და მე ხო ვიცი როგორ ხედაღამე დარბოდა სამინისტროებში. ძალიან ბევრი წერილით. ეხლა მე წავიღე აქედან ერთი 20 წერილი წავიღეთ, მაგრამ ეს არ შველის. აქ მე ყოველდღე არა ვარ.
თუმცა რა თქმა უნდა ხშირად ვარ, მაგრამ კახა აქ არის ძალიან ხშირად. კახა არის ცხოვრობს ამითი, როცა აქ არ არის, მაშინაც ცხოვრობს ამით. ჩემს სახელთან რა კავშირშია ეს ჩემი საყვარელი გამოთქმა, არ ვიცი, მაგრამ თქვენ მინდა გითხრათ, მიშგულადახ. აბა